როცა ჩავდივარ და პრობლემას გაწყვეტას გეუბნებით, იმას გეუბნებით. მე შეიძლება შეუძლებელია რომ ყოველ დღე სადღაცა ჩავდივარ, მაგრამ დავდივარ. ამიტომ ღიად ვაკეთებ. იცით რა, ბატონო? თუ აიცილებს პრეზიდენტი თქვენ შეკითხვებზე პასუხებს თავიდან. როგორც ეს მოხდა დარბაზას ვერ გავიცური. მაგრამ რა მექანიზმებით აპირებთ პასუხების მოპოვებას? ეს ხშირად თავსაც არიდებს ხოლმე პასუხებს, კონკრეტულ პასუხებს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ შენ დასვა კითხვებს და მე პრეზიდენტი გიპასუხებს თუ არ გიპასუხებს და თუ არ გიპასუხებს, მე შენ რას აპირებ? არც არ აპირებ. აქ გამოჩნდება ის, რომ ჩვენ დასვით კითხვებზე არ უპასუხებია. ეს არის ამის დებატების მიზანი რა არის. როცა არ პასუხობს, თქვენ როცა რესპონდენტი არ პასუხობს, რა გჭდება აქ, როცა კითხვას ვაპირდაპირ. მე ვუბრუნებ კითხვას რამდენჯერმე. მაგრამ ხო შეიძლება სამჯერ დასვათ კითხვა და არ გიპასუხოთ, და ანავე ბოლოს დახშობას ხوار დავწყობთ. თქვენ გიქნებათ მეორე და მესამე დასვით საშუალება კითხვის თვალს. მე არ მექნება მეორე და მესამე დასვით, მე მექნება ერთი გამოსვლა ფრაქციის სახელით და ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ ბატონო გია, როგორც თვალინდელი დღის. ასე რომ მე კიდე ერთხელ ვაფიქსირებ, რომ არც არ წავსულა, რა ხარ? თუ რამეს ვაკეთებ ღიად. არავის არ ვემალები, კუკუ დამალობანს არ თამაშობ, არც სახელის უკან არ შევდივარ, არც უკან აკარებიდან არ შევდივარ, ასე დაწესებულებაში. ღიად პირდაპირ შევდივარ. და თუ კი რომელზე ვლაპარაკობ ღიად. დიდი მადლობა ბატონო გია თორსლაძე იყო პირდაპირ ეთერში, ჩვენი გაცემის პირველი ბლოკი დასრულდა და უმრავლესობის წევრ მურთა ზოდელაუს ოპონირებას გაცემის მეორე ბლოკში რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი გაუწევს დროებით. რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ. პროექტი უცნობი კავკასია ეთერში ბრუნდება, ჩვენ დებატები გვექნება გაცემის მეორე ნაწილში, უმრავლესობის წევრი მურთა ზოდელავა და რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი არიან ჩვენთან სტუდიაში. სტუმრად დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენი დღევანდელი გაცემის თემა იქნება პრეზიდენტის ხვალინდელი გამოსვლა პარლამენტში. ბატონ მურთას, რა პრიორიტეტები ექნება თუ შეიძლება რომ გითხრათ პრეზიდენტს ამ გამოსვლისას, თუ უკვე არის ცნობილი ეს პრიორიტეტები? პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს და მაყურებელსაც, მსმენელსაც ბუნებრივია. რაც შეეხება ხვალინდელ გამოსვლას პრეზიდენტის, რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი შეეხება ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც აღელვებს საზოგადოებას, ჩვენ დარწმუნებული ვართ თამაში, მე პირადად დარწმუნებული ვარ და მე ველოდები ყველა ამ აქტუალურ პრობლემასთან დაკავშირებით ახსნა განმარტებას, განვლილი პერიოდის შეფასებას, ალბათ გარკვეულად ესეც იქნება და ზოგადად საუბარს იმაზე, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, თუ რა პრობლემები დგას სახელმწიფოს წინაშე და როგორ და რა საშუალებებით შეუძლებთ ჩვენ ამ გამოწვევების და პრობლემების დაძლევას. ნუ ეს ალბათ იქნება ძირითადი მიმართულება, ალბათ ეს იქნება შესაძლებელია იყოს ალკოჰოლ თემებზე საუბარი, რომელზეც ალბათ მოვისმენთ ყველანი ერთად ხვალ და შესაბამისად კიდევ ერთხელ მოგეცემოთ საშუალება, რომ იმსჯელოთ ამის საუბარზე. ბატონ დავით, როგორ ფიქრობთ მაინც რა იქნება ის გამოწვევები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხვალ ჩამოთვლის ძირითად და ახლობით როგორც ამბობენ 40 წუთიანი გამოსვლა იქნება მას? მხოლოდ ამ დროისთვის ასე ამბობენ პროტოკოლით. ბოლო ხანებში საათობით გამოსვლას მიაჩვია ქართველი მაყურებელი, მსმენელი. ასე იყო პარლამენტში, 5 საათზე მეტხანს ილაპარაკა, ასე იყო, როდესაც მიმართავდა მოსახლეობას, 3 საათი თუ კიდე მეტი მაშინაც ილაპარაკა. მე არ ვიცი, მე ვფიქრობ, რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მე უფრო მეტ გამომრიცხავ იმას სიტყვის, თუმცა 40 წუთში თუ ჩაეტივა, ეს კარგი იქნება. მე არ ველოდები რაიმე სერიოზულ მსჯელობას მიხეილ სააკაშვილის მიმართ მხრიდან, იმ კაცის მხრიდან, რომელიც დღეს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობს. ის საქართველოს არ აურჩევია პრეზიდენტად, თბილისს მით უმეტეს კვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა თბილისმა და რეგიონულმა ცენტრებმა, პატარა ქალაქების უმრავლესობამ, როცა სააკაშვილმა აიღო 27-28% ვაჭროს იქსაც პარლამენტიან დაწუნდაზე, ის დიდ უმცირესობაშია, ზოგან 30, ზოგან 35 ეს მისი ფალსიფიცირებული გამოწვეული კითხვების სახით. რაც შეეხება საკითხებს, რა აქვს მას სალაპარაკო, ჩვენ და სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის საუბედუროთ, კარგი მას სალაპარაკო არაფერი აქვს, ეს არის კაცი, რომელიც ამოეგო აგვისტოში პროვოკაციას, რომელმაც წააგონი, რომელმაც დაკარგა კოდორი და ახალგორი, რომელმაც გაუჩინა საქართველოს კიდევ მორიგი 10,000-ობით დევნილი, რომელმაც შელახა საქართველოს ავტორიტეტი როგორც სტაბილური პარტნიორის დასავლეთისა, რომელსაც აფრთხილებდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ წამოეგო რუსების პროვოკაციას და არ ჩაერთო სისხლისღვრელ ბრძოლაშიო, მაგრამ მან ეს არაფერი არ არის მეტიც ის ჩარჩა ისტორიაში.
მას არ უსმენს დღეს საქართველოს. ეს არის თავად. ბატონო მუსტაცი, თქოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ახალ გორში სახელმწიფო ენად უკვე გამოცხადდა ოსური ენა. ბატონი დავითი ბრძანებდა, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებულ კრიტიკას აკეთებს. საუბრობთ, თუმცა თქვენ შემართოთ მე შევეცდები პასუხის გავცე ბატონ დავით საკმაოდ ძლავი განცხადებებს. რაც შეეხება ზოგიერთ უბანში მიღებულ 35%-ს პრეზიდენტთან მიმართებაში იქნა ნახსენები, მე ვიცი ძალიან ბევრი უბანი, სადაც ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო ჯამში 5%-იც კი არ აიგეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პარტიებმა უნდა შეწყვიტონ არსებობა და მეცაც გეტყვით, ისინი დღეს სახელმწიფოსგან დაფინანსებას იღებენ და ფუნქციონირებენ ყველა ხედავთ ამას. რაც შეეხება პრეზიდენტს, ართ პრეზიდენტს არ აფრთხილებდნენ მანდავით. პრეზიდენტი ბოლო წლების განმავლობაში აფრთხილებდა გარეთ თუ შიდა პოლიტიკურ ძალებს იმის თაობაზე, რომ რუსეთი აპირებდა აგრესიის განხორციელებას საქართველოს სამემართებაში. ის არაერთ გამოსვლაში პირდაპირ და ღიად აფიქსირებდა იმას, რომ რუსეთი ემზადება ამისთვის, რუსეთი აპირებს საომარი მოქმედებების განხორციელებას საქართველოს სამემართებაში და ის არის მას აქვს განზრახვა მოშალოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი სუვერენიტეტი. ამის თაობაზე მე მგონი ყველას ხსმენია და ალბათ კარგი იქნება თუ მეხსიერებას მოუხმობთ და ამასაც მოგახსენეთ მესმის ერთ საინტერესო საკითხია, ამიტომ არ მინდა რომ ეს დავტოვო გამოხმაურების გარეშე. ამიტომ ჩვენ ყველამ ვიცით თუ რა იყო ამის შედეგი, ამის მიზეზი უფრო სწორედ რუსული აგრესიას გულისხმობ. ეს იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის გამყარების, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გამყარების, ჩვენი ჩვეულებრივი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად და ამ ყველაფერმა გააღიზიანა რუსეთის ფედერაცია. თუმცა ეს ბუნებრივია თავიდანაც იყო ამ ზრახვებში. ეს ვთქვათ ჩამოყალიბებული განხორციელდა აგრესია და ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის სახელმწიფომ ჩვენს მიმართ აგრესია განახორციელა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ავტომატურად დავიშალოთ და წავიდეთ რაღაც სხვაგან გადავსახლდეთ. მე ამას ვერ დავეთანხმები, ვერანაირად დარწმუნებული ვარ, ვარც მაყურებელი ამას არ დაეთანხმება და ვერც დაეთანხმება. იმის გამო რომ რუსეთი ახორციელებს ჩვენ მიმართ აგრესიას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ თვითონ დავნებდეთ და შევწყვიტოთ ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოებრიობის და რაც თავარია ჩვენი მოქალაქეების პრობლემების გადაჭრას. საქართველოს ხელისუფლება ამ კონფლიქტის და რატომ მოხდა ჩათვლება ამას განერგა ოპოზიცია თვითონ აფრთხილებდა შიდა პოლიტიკურ ძალებსაც, ეს იყო შარშან და შარშანწინაც, რომ არ ღირს დაპირისპირება, რომ არ არის სასურველი ერთმანეთთან ქვიშბობა და რომ ეს გამოიწვევს იმას, რომ რუსეთი უფრო მეტად გაბედული გახდება ჩვენთან მიმართებაში და ეს სამწუხაროდ არ იქნა ახმული სერიოზულად არც შიდა ძალების მიერ და ალბათ გარკვეულწილად არც საგარეო ძალების მიერ არ იქნა სწორად შეფასებული საქართველოს პრეზიდენტის და ხელისუფლების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ჩვენი საფრთხე გამუქრებოდა და ალბათ უკეთესი იქნებოდა თუ კი ამას გაიზიარებდნენ ამ მოსაზრებას და იქნებოდა ესეთ სიტუაცია, როდესაც ჩვენ ყველა, მათ შორის ოპოზიციაც ვიქნებოდით ამ კუთხით უფრო კონსოლიდირებულები და უფრო მობილიზებულები. ბატონ დავით, რატომ არ დაუჯერეთ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ბრძანებს ჩვენი სტუდიის სტუმარი, თქვენ გვერდში მჯდომი უმრავლესობის წარმომადგენელი. რატომ არ აღიქვით რეალურად, სერიოზულად, როგორც მათ აქვთ საბჭოtildeება ის განცხადები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი წლების განმავლობაში აკეთებდა? მე განსაკუთრებით უცნაურად მომეჩვენა ბატონი მურთაზის მხრიდან აპელირება შიდა პოლიტიკურ ძალებზე, რომელსაც თურმე ხელისუფლება აფრთხილებდა, რომ რუსეთი აპირებს აგრესიას შარშანაც, შარშანწინაც. ამ ეთერში დღეს გიგი წერეთელმა ბრძანა ამ სტუდიაში ეკაყოფერიას გადაცემაში, რომ 7 ნოემბერი რუსებთან კავშირში იყო. ეს ახალი სტილი არის, უფრო სწორად დავიწყებული რო გვეგონა რუსული კვალის გახსენება. მცდელობა მე არ მგონია რომ ძალიან წარმატებული არის ბატონი მურთაზისთვის პოლიტიკური დებიუტი ამ ფორმით. 7 ნოემბერს არავითარი პრორუსული ძალა საქართველოში არ არსებობს. და საერთოდ შიდა პოლიტიკურ ძალებს როდესაც ამას ბრძანებდით. შეიძლება რომ დაგვიკონკრეტოთ მაშინ. კი ბატონო, მე მგონი ჩვენ ყველანი ამ ქვეყანაში ცხოვრობთ და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ქონდა პრობლემა ერთობისა. იყო რამდენიმე წლის წინ, ასე დაახლოებით 10 წლის წინ, უფრო ადრე. ასევე იგივე შემთხვევა, როდესაც ჩვენ ქონდა შიგნით არაერთობა, ესე ვთქვა და სხვადასხვაობა, მწვავე ფორმები მიიღო და მაშინაც რუსეთმა მშვენივრად ისარგებლა ამ შემთხვევაში. მაშინ არ იყო სააკაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე და არც ამ თანამდებობაზე ბუნებრივია არ მუშაობთ.